მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ ჩვენი ტრადიციული უკვე გაშლა. რა მიდის, რა მოდის, ხო? პერიოდი ავიღოთ ჩვენ, მოდით ასე გაზაფხულის ბოლომდე. აი ასე, ვინც ახლა უყურებს, ვინც ახლა ცოტა მოგვიანებით უყურებს, ну დაახლოებით 2 თვე, რა 2 თვის განმავლობაში. ვნახოთ ეხლა რა ხდება. მე რა მიდის და რა მოდის. აი ესე გავაკეთოთ ახლა ჩვენ. ნახოთ ვისთვის იქნება პირველ რიგში, ანუ ეხლა რა ხდება. ეს როგორც სიგნიფიკაცია გავაკეთოთ. ასეთი მოკლე გაშლა, ხო? რა ხდება ეხლა, ვისთვის იქნება ეხლა ეს გაშლა. Так, ну, ჩემო სიხარულებო, პრინციპში ენერგია როგორია? ან თქვენ ეხლა რამეს ფიქრობთ ახალს, შეიძლება დავუშვათ ან ფინანსებს ეხება, აქ შეიძლება სამსახურს ეხება, რაღაცა მოხდა, შეიძლება ეძებთ რამეს თქვენ ახლა. შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა მოლოდინში ხართ. მე აქ დაჟარ გამოვრიცხავ, შეიძლება დიდი ხნის რაღაცა პაუზა არის და თქვენ ვიღაცა შეიძლება დაჟე როგორ არის, იცით, აი შობლება, მაგრამ როგორი შობლება, იცით, აი როცა დავუშვათ, ახლა მე სამსახური უნდა მოვძებნო, მაგრამ ამიტომ აქ არ არის ესეთი შობლება, რომ წავედე და ზღვაზე ახლა ვისვენებდი ჭკუაზე არა ვარ, ხო, კანარის კუნძულებზე, არა. აქ იმენა ეს პერიოდი არის, როცა მე ვფიქრობ კიდე რა ან როგორ ვიპოვო საერთოდ სამსახური, ან პერიოდ, ან ფინანსებს ელოდებით რაღაცა შეიძლება, ეგაც კიდე არის. ან ვფიქრობ მე კიდე რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ დაუშვათ ფულის შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, რაღაცა ფინანსებს ველოდები, შეიძლება რაღაცა ვთქვათ, რამე სქემები გაქვს ესეთი დაუშვათ, შეიძლება რამე პროექტზე ფიქრობთ, ესეც არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვიცით, რომ საჯარო გაშლა არის და ამიტომ ჩვენ ბევრ ვარიანტებს ვამბობთ, ხო? რომ რა შეიძლება იყოს კიდე აქ. შეიძლება ეძებს ვიღაცა თქვათ, ახლა, ფიქრობ სად რამე რომ ვისწავლო, ისე რომ თქვათ, ახლა ან გავაგრძელო სწავლა, რომ ფული საიდან ვიშოვო სიტყვაზე, ხო? კიდე სამსახურს შეიძლება ელოდებით, დაუშვათ, ახლა თქვენ გასაუბრება გაიარეთ და ყველაფერი რაც შეგეძლო თქვენ გააკეთეთ მაქსიმალურად და ახლა ზიხარ და ფიქრობთ, რომ ნახოთ, აბა რა იქნება, აქედან რა გამოვა, მიმიღებენ, არ მიმიღებენ. ესეც შეიძლება იყოს, ეს გასაუბრება შეიძლება იყოს, სხვადასხვა თემაზე დაუშვათ, ხო? უბრალოდ რადგან ახლა აქთან, უფრო რაღაცნაირად აი ფინანსებს კიდე ეხება აქ, ვეთყოდე რა, იმიტომ რომ ფიქრები, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, იმიტომ რომ შეიძლება დაუშვათ ახლა შეგიჩერდა თქვათ ფინანსური შემოსვლა, ხო? რაღაცაში გაჩერდა და დრო გაჩერდა და თქვენ ფიქრობთ, რომ აი, რა გავაკეთო კიდე. სხვათაშორის არ არის ცუდი პერიოდი ზოგისთვის, რომ მაგალითად როცა ყველაფერს რო უჩერებენ და ფინანსური თქვათ ნაკადი ჩერდება, ხო, მაგ პერიოდში გეძლევა საშუალება, რომ დაფიქრდე კიდე ან რა ვისწავლო, ან რა შემიძლია კიდე გავაკეთო იმისათვის, რომ ფულის შემოსავალი წამოვიდეს და მაგ დროს ძალიან კარგი იდეები შეიძლება მოვიდეს. თქვენთვის შეიძლება სულ ვაფშე ახალი იდეები შემოვა, რომელიც მე თქვენ მოგცემთ ბიცკს და თქვენ ადგებით და კიდე მე უფრო იმოძრავებთ და უფრო რაღაცას გააკეთებთ. ეს არის აი ზოგისთვის მართლა ძალიან კარგი სიტუაცია, იმიტომ რომ ახლა აქ კი ზოგი შეიძლება ახლა кайხანი ზის და წლები რა ვიცი, ზოგი წევს იმ დივანზე და არაფერს არ აკეთებს და მარტო ფიქრობს და ოცნებობს კიდე რა შემიძლია გავაკეთო, მაგრამ არ აკეთებს, მაგრამ აი აქ ახლა ისეთი პოზიცია, რომ პრინციპში ახლა მეტი რაღა დავამატო, ხო? იმიტომ რომ ახლა იმიტომ. კაი. всё, ეს ნახეთ ჩვენ, თუ იცანით თქვენი პოზიცია. ახლა ვნახოთ ჩვენ, ანუ რა მიდის აი ამ პერიოდში, რაც ჩვენ თქვით 2 თვის განმავლობაში, ან ვინც ახლა უყურებს გაზაფხულის ბოლომდე. ვნახოთ ჩვენ რა სიტუაციები რა უნდა წავიდეს, რაც ჩვენ ასე გავაკეთოთ. მე ავიღებ სამ კარტს ავიღებ რა, ანუ სამ სიტუაციას ნახავთ, ხო? ვარიანტები არ არის, აქ ჩვენ არ გვიყვარს ვარიანტები. ამიტომ შემოლამაზებო არ გეწყნოთ, მაგრამ არა, ეს სიგნიფიკაცია ვისთვისაც არის.
ნახოთ ახლა. რა მიდის? აი ასე გავაკეთოთ ჩვენ. так რაღაცას ვფიქრობ, რომ შეიძლება ну კაი, იყოს все. რა მიდის? აჰა, რა მიდის. ახლა ნახეთ რა მიდის. ცხრიანი არის, აქთან ახლა ეს არის განდაკელი, ეს არის ანუ მარტოობა, ვიღაცის მარტოობაც მიდის, იმიტომ რომ აქ შეიძლება თქვენ მართლა დიდი ხანია ფიქრობდეთ და თქვენზე იყო, სხვათა შორის ნახეთ კიდე სიგნიფიკაცია როგორ მუშაობს. შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ კიდე, მე კიდე რა შემიძლია გავაკეთოთ, იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი იყო თქვენზე დამოკიდებული. თქვენზე იყო დამოკიდებული. კი. ანუ ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან, როცა მხოლოდ თქვენ იღებდით ყველაფერს აბსოლუტურად პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი ყოფილიყო კარგად. ეს მიდის, იმიტომ რომ ანუ ეს даже ეს როგორ არის, იცით, როცა მე თვითონ მე უნდა ვიფიქრო, მე უნდა მოვიფიქრო, რა შემიძლია გავაკეთო კიდე იმისთვის, რომ აი დაუშვოთ კიდე როგორ გავაუმჯობესო, ხო, ჩემი სიტუაცია. აი ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან. აი რატომ გითხოთ? კი, იმიტომ რომ ეს არის უსამართლობა. მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, იცით? ეს ეთყობა თქვენ მართლა, ნუ თუ შეჩერებული ხართ, ნახეთ კიდე არის აქ ფილოსოფია წავიდე რა. დაუშვათ თქვენ, ნუ გოგო ხართ, იმიტომ რომ გოგოები ძალიან ახლა ბევრნი რა თქმა უნდა უყურებენ და არის მომენტები, როცა შენ ვერ სწავლობ იმას რაც უნდა ისწავლო, გაიგეთ? ანუ ესე იგი დაუშვოთ შენი ქალური მოვალეობები, ხო? და იღებ ყველაფერს შენს თავზე. შეიძლება ქმარიც ყავდეს, ან პარტნიორი ყავდეს, ხო? ან ნუ ოჯახში ახლა შვილები შეიძლება დიდები ყავს და შენ მაინც ახლა მე უნდა გავაკეთო. სხვათა შორის ეს არის ზოგჯერ როგორი მომენტი, იცით? აი დედები, გოგოები, გინდ გეწყნით, გინდ გაგიხარდეთ. თქვენ როცა ხართ წასულები საზღვარგარეთ და ეხმარებით თქვენ უკვე იმ შვილებს, ვინც უკვე გადაცდა 18 წელს, ეს არის ჩათვალეთ, რომ თქვენ ახარებთ პირველ რიგში თქვენს ეგოს. გინდა აი თუ არ დაფიქრდით უბრალოდ და მივხვდეთ, რომ თქვენ ახლა დაუშვოთ, ახლა მიზეზი აქვს სხვადასხვანაირი, ყველას ვინც წავიდა კი არის პირველი, რა თქმა უნდა, ახლა მე წავედი იმიტომ, რომ თქვა, ოჯახს უნდა დავეხმარო, ამ დროს ხალის ოჯახში დახმარება არის იმ სახლში ყოფნა და იქ ნუ ქმედება. აბა რა ვქნა თუ ჩემი ქმარი არ აკეთებს, ეს უკვე შენთან არის ეს კითხვები და ეს უკვე სხვა თემა, რატო შენი ქმარი არ მოქმედებს და შენ ხარ იზოლებული და შენ აი კიდე ეს მეორე აქ არის სხვათა შორის ძალიან ნუ თითქოს 90% მუშაობ გოგოებთან, ვინც არის საზღვარგარეთ, ხო? და ვიცი რომ არის ასეთი წოდებული მეორადი სარგებლობა, რატო? ანუ დაუშვათ მინდა აი თავისუფლება შეიძლება ქმართან დაუშვათ, ან სიყვარული აღარ არის, ან იმიტომ ხა როგორ შეიძლება რომ ვთქვათ სიყვარული არის ცოლ-ქმრის შორის ისეთი რომ აი არაჩვეულებრივი, რომ ვთქვათ ერთმანეთის გარეშე არ შეგიძლია, კაცმა მოიყვანა ქალი სახლში და მე ეუბნება, ეხლა წადეთ და საზღვარგარეთ და იმუშავე, რა ვქნათ. ნუ ეს არის აბსურდი, უდიდესი აბსურდი. და ეს ამიტომ ეს მეორადი არის სარგებლობა იმაში, რომ ადამიანი იმიტომ მიდის, რომ აქ რაღაცა უკვე ისე არ არის, როგორც მე მინდა, ამიტომ მირჩევნია წავიდე საზღვარგარეთ. კიდე თქვათ, ახლა დავიღალე იმ საქმეებით, რომელიც მიწევს მე ოჯახში, იმ соусით, რომ მე ჯობია წავალ თქვათ საზღვარგარეთ, იქ ვიმუშავებ, იმისთვის, რომ თქვათ ოჯახს ფული გავუგზავნო. აქ არის ესე იგი სარგებლობა რა არის მეორადი, მე იგივე საქმეს, რასაც სახლში ვაკეთებ, მაინც არავინ არაფერს არ აფასებს, იქ ფულს მაინც მომცემენ. გაიგეთ, მაგრამ ახლა
აი ეს არის. და ზოგს თავისუფლება უფრო უნდა თქვათ და შეიძლება გაშორებულები და კრივებულები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ არავინ არ მითხრას რომ კაც უყვარხარ თქვენს ქმარს დაუშვათ გიждდება ვენებს სიჭრის თქვენზე და გეუბნება წადი იტალიაში ვიღაცა ბებოს მოუარო რომ მე აქ ფული მქონდეს და მე და შვილებმა რამენად თავი გავიტანოთ. ეს არის აბსურდი, მოგოებო. დამიჯერეთ ახლა. ხო. მაგრამ აი აქ არის მე არავის არ განიკითხავთ, არა, ღმერთმა დამიფაროს, არავითარ შემთხვევაში მე უბრალოდ გეუბნებით როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და თქვენც ახლა რომ კარგად დაჯდეთ და დაფიქრდებით, გულში თქვენ გულში მაინც თქვენს თავს უთხარით, ნუ დაეთანხმეთ რა. დამეთანხმეთ რა, რომ აი ეს ასეა. იმიტომ რომ აი აქ არის ზუსტად ეს მეორადი სარგებლობა. აი აქ არის, გაიგეთ? ეს თქვენი ცხოვრებიდან მიდის, არ ვიცი, ახლა მიდის. და აქ შემდეგი კიდე რა მიდის? აი სუცხრიანები წამოვიდა. აი აქ თითქოს როგორი მომენტი, აქ რაღაცა ნერვიულობა შეიძლება იყოს და თქვენ ახლა ბევრი გიწევდეთ, აი რა გავაკეთო, ნუ აქ პრინციპში ისედაც გვეტყობა, ნუ ეტყობა რა, რომ ადამიანი სულ იმას ნერვიულობს, რაღაცას ფიქრობთ, შეიძლება დაუშვათ თქვენ აი აქაც განდეგელი ნახეთ, განდეგელის ენერგია სულ, იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს, აქ даже ნახეთ, თითქოს კიდე თუ რამე თქვენ მოგპარეს, ნახეთ და თქვენ დაუშვოთ, აი ნუ ნერვიულობდით, ხო? ეგაც მიდის. მიდის რა ეს სიტუაცია, მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ნამდვილად მიდის. ვიღაცა შეიძლება რაღაცა ნუ მოიპარა რა. ან ნუ არ ვიცი ვისთვის არის ინფორმაცია დაიჭირეთ რა. მიდის კიდე რა, იცით? აი მძიმე, გეტყვით კიდე, მძიმე მუშაობა სადღაც შორს ფულის გულისთვის. კი ბატონო, მიდის. აქ გოგოებად ფრთხილად იყავით ვიღაცას რაღაცას ეს თქვენი მეორადი სარგებლობები გაერკვევა. მაგრამ ეს კიდე მიდის. კი მიდის განულება. გოგოებო, აქ შეიძლება რა არის, იცით თუ თქვენ ნერვიულობა გქონდათ, რომ რაღაცა მართლა თქვენთვის მნიშვნელოვანი მოიპარეს, თქვენი ცოდნა. აი მაგალითად ახლა მე ორჯერ მქონდა ეგეთი რამე, ერთხელ კურსები მოიპარეს ჩემი ტაროზე რო ჩავწერე, როგორც მაგალითს გეუბნებით ახლა, ანუ რას ნიშნავს ეს კიდე. და მივხვდი რა, კიდე კაი მალევე მივხვდი რომ იპარავდნენ. და მეორე კიდე იყო, აი ახლა რო ხდება სიტუაცია, იცით თქვენ TikTok-ზე რაც არის, ვიღაცა საძაგელი ადამიანი იპარავს კონტენტს ჩემსაც და თან ისე უხეშად რომ რა ვიცი და სულ აფრთხილებ ხოლმე იმ TikTok-ის მაყურებლებს რომ არ წამოიგონ, იმიტომ რომ წერს რაღაც სისულელეებს და ვაჭრობს. მე მომეცე 130 ლარი, მომეცე 130 თუ არა გაქვს 100 და ასე შემდეგ, ამიტომ თქვენს ფრთხილად იყავით რა, მე არ გეგონოთ. აი ეს როგორც მაგალითი გეუბნებით, ხო ხვდებით რა, თქვენი სიტუაცია შეიძლება თქვენც ასწავლეთ დაუშვათ რამეს, ხო? და შეიძლება ის ანუ თუ დაუშვათ თქვენ ახლა რაღაცა დაკარგეთ, უკვე აქ შეიძლება даже ეს ნახეთ ეს სიტუაცია წავა, შეიძლება ფული დაკარგეთ დაუშვათ თქვენ. აქ შეიძლება იყოს, რომ თქვათ, ნუ ვიღაცამ ფული დაკარგა, ვიღაცამ შეიძლება სამსახური დაკარგა. ეს კარგი სიტუაცია პრინციპში თქვენთვის იყო, იმიტომ რომ განულება უნდა მოხდეს და იმიტომ ხდება ეს სიტუაცია კიდე, იცით? ეგაც არის, იმიტომ რომ აქაც ნახეთ მიდის ეს თქვენი ფიქრები, შეიძლება უძილო ღამეები, ნერვიულობა, ვიღაცას ხოთ შეიძლება სწავლას ამთავრებს. და ფიქრობს კიდე გავაგრძელო თუ დავასრულო, ესეც არის. აი აქ, მაგრამ მიდის ეს თქვენი ნერვიულობა, თქვენი ჯავრი მიდის, კი ბატონო, თქვენი ჯავრი შეიძლება იმ საქმეზე რა გავაკეთო. აი აქ ხო დავიწყეთ ჩვენ ახლა უფულობაზე, თქვათ, ნუ შეჩერებული ეს სიტუაცია, ხო? გინდაც ახლა ის რა საქმიანი სამსახურის სიტყვაზე, ხო, თქვით აი აქ ბევრი რამეები და აი ეს ფიქრი დამთავრდება თქვენ, იმიტომ რომ უკვე პასუხსაც ვიღებთ აქ ამ სიტუაციაზე, რომ
თქვენ ნამდვილად მიიღებთ ესეთ გადაწყვეტილებას, ანუ აქ ფიქრი როგორ არის, რა გავაკეთო, რა ვიმოქმედო, თქვა, სამსახური როგორ ვიპოვო, თქვა, სიტყვაზე, ანუ ჩემი ცოდნა როგორ გამოვაჩინო, აქ შეიძლება ვიღაცა დაუშვათ ვაფშე წიგნის წერზე დაასრულებს ამ წიგნის წერას, შეიძლება რამე პროექტზე მუშაობ, დაასრულეთ ეს პროექტი, შეიძლება თქვათ ახლა, ანუ სამსახური ახლა ჩვეულებრივად თქვი, ხო? ნუ ეძებდეთ, ანუ აქ შეიძლება თუ დაუშვათ როგორც თქვი თქვენ ახლა ელოდებით რა ნუ გაიარა თქვათ გასაუბრება და ელოდებით პასუხს, ხო? ესეც დასრულდება, ეს ლოდინი დასრულდება, იმიტომ რომ აქ აღიარება მოდის თქვენი, გაიგეთ? აი ეს კიდე რა ვიცი ახლა რა სიტუაციებზე შემიძლია თქვა, იმიტომ რომ თქვენ აი თითქოს შეიძლება თქვენ პროფესიონალიზმ აჩვენებთ, შეიძლება ვიღაცის ნამუშევარი, იმიტომ რომ მე ვიცი აქ სხვადასხვა კატეგორიის გოგოები არიან, ხო? შეიძლება იმას ნერვიულობდით, რომ ამირჩევენ, ან არ ამირჩევენ მე დაუშვათ, ნუ აი აქ ჩემ პროფესიონალიზმ დაინახავენ, არ დაინახა, შეიძლება ჯილდო და ჯილდოობა მიდის რაღაცა, თქვა პრემია უნდა მიიღოთ, და გრანტი უნდა მიიღოთ, ხო? აი აქ ეს დასრულდება, ამაზე ნერვიულობა, მიხვდით? აი ეს. და კიდე არის რა დასრულდება, ანუ დასრულდება რა, იცით, აი ეს აქაც ნამდვილად ეს ფიქრები, რაღაცა ბავშვური თემები, კი. აი ხო, როცა თქვენ ფიქრობთ, აქ უგებნებით, ახლა პაჟე რა არის, თანახლა პაჟე არის აქ ვერთხების. რა გავაკეთო, მე ვეძებ, კიდე ვეძებ რაღაცას, ხო? მე ვეძებ, აი თქვათ გამოსავალს, ხო? აქ ნახავთ გამოსავალს, აქ მართლა ეს დამთავრდება, ამისი ძიება, იმიტომ რომ აქაც ხო გვაჩვენეს, რომ თქვენი ნერვიულობა დამთავრდება, იმიტომ რომ შემოდის რაღაცა თქვენი აღიარება. გაიგეთ, როგორც აი თქვენ აი თქვათ ტვინის აღიარება ქმედების, იმიტომ რომ ხმალების დედოფალი არის ყოველთვის ახლა ლოგიკა. გაიგეთ, ანუ რაღაცას ნახავთ პასუხს და თუ რამე კითხვები გაქვთ თქვენ თავთან დაუშვოთ, ხო? ნახავთ და აი აქ დამთავრდება ზუსტად აი ეს პოზიცია, რა ვქნა, რა გავაკეთო, აი ეს ნერვიულობა, გაიგეთ, როცა მე ნერვიულობ, მე ვერ პოვლობ ადგილს, რა გავაკეთო, რა შემიძლია გავაკეთო რა. ანუ გამოდიხართ სწრაფად სხვადასხვა ამ სიტუაციიდან. რომელიც უკვე აი თქვენ ნერვებს გიშლით, რომ სულ შეიძლება აი ფიქრობდეთ, აი კიდე რა ვქნა, აი ეგეთი რაღაცა ხო ხდებით ახლა აი, რომ კიდე რა ნაბიჯები გავაკეთო რა, იმისთვის რომ გამოვიდე, აი იმიტომ რომ აქ ხო ნახავთ ჩვენ როგორი სიტუაცია რთულია. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ რა შემოდის, ანუ ჩვენ ყოველთვის ვიცით ხო პოზიტიური, რანაირი კარტიც არ უნდა იყოს, ჩვენ მაგას შევხედავთ პოზიტიური, იმიტომ რომ კარტა როსაც ვთხოვ, მე რომ გვაჩვენოს იმენა პოზიტიური რა შემოდის, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება პოზიტიური განწყობა, ნეგატივი არის საკმარისი. თქვენ რაზეც იქნებით განწყობილი, სადაც თქვენი ფიქრი, იქ მიდის თქვენი ენერგია და ენერგია არის ის, რაც ჩვენ გვამოძრავებს და რაც ჩვენ გვაძლევს იმ სიუხვებს და ბედნიერებას და ყველაფერს, ხო? ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ვნახოთ კარგი რა იქნება, რომ იმაზე გავაკეთოთ კონცენტრირება. ნახოთ აბა კარგი რა შემოდის. აი აქ სხვადასხვა კიდე რა იქნება. აი ახლა ვინც მოდის ჩემთან მარატონზე, ახლა რომელიც იქნება, ვინც ახლა უყურებს უკვე ამ შაბათ კვირას, პარასკევს ხო 28-ში, 29-ში, 30-ში, ხო? აი აქ თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ პასუხს იმ კითხვებზე, რომელიც თქვენ დიდი ხანია გაწუხებდეთ და აი მივხვდებით, რომ აქ თუ კითხვები გქონდათ, თქვენ რა გავაკეთო, რა ვქნა, აი აქ თქვენ ნახავთ პასუხს იმისი, რომ თქვათ, აი ამაშია ჩემი დანიშნულება სიტყვაზე, იმიტომ რომ ჩვენ ხო განვიხილავთ თქვენ ნიჭს, ფულის კარმას, ურთიერთობის კარმას, ხო? და აი აქ გამოსავალს თქვენ ნახავთ. ნახეთ? გამოსავალს ვნახავ. აი აქაც ჩემ კარმულ გზას რო არ ვიცოდი, ვნახავ. გაიგეთ რა ხდება. ამიტომ თუ ვინმეს კიდე გაინტერესებთ და არ იცოდეთ, არის ლინკი ვიდეოს ქვეშ, შეგიძლიათ მიწეროთ ჩემ დახმარ ჯგუფს და ყველა ვარიანტში დაგეხმარებიან. მივით რომ ახლა ნუ ძალიან სასაცილო თანხა დავწერე 30 ლარი, რომ 3 დღიან მარატონზე და ასეთი ინფორმაციისთვის, ნუ ეს უკვე ამაზე მეტი რაღაც შეიძლება გაკეთდეს, ხო? ეგაც არ ვიცი რა. უბრალოდ როცა მინდა რომ ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ბალანსი უნდა იყოს დაცული და ამიტომ ასეთი სიმბოლური თანხა ღირს ეს ინფორმაცია, რომელიც აი აქ დაგეხმარებათ 100%-იანი იყო ეს ინფორმაცია იმათვის, ვინც
ან წამოვა, ან მოვა და ასე შემდეგ. всё. რა შემოდის? კარგი, ნახოთ კიდევ, რა გაგეხარდებათ ამ პერიოდში, რა გაგეხარდებათ ამ პერიოდში, რომელიც შემოდის. გამარჯობა. პირველ რიგში რა გაგეხარდებათ და აქ გაიხსნება, ეს თუ სამსახურზე იყო ლაპარაკი, აგერ არის 7-იანის მერე 8-იანი, ყველა ვარიანტში მოვა. ფულის ნაკადით წამოვა, სამსახურიც გექნებათ, შემოსავალიც ყველა ვარიანტში იქნება, იმიტომ რომ აქ უკვე ისეთი ენერგია, რომ აქ რაზეც ნერვიულობთ პრინციპში, აგერ არის მაჩვენებენ, რომ კი შემოვა უკვე და ძალიან კარგად უნდა იყოთ ფინანსურად, კი, აი რაზეც ნერვიულობთ თქვენ ნახეთ. კი. ანუ გამოდიხართ, აქ მაღალი ძალები ერთობიან უკვე, გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან და ნამდვილად ძალიან კმაყოფილი იქნებით და ძალიან ბედნიერი იქნებით ამ სიტუაციით. იმიტომ რომ იცით როგორ არის, აი შეიძლება კიდე რაზეც თქვენ უარს ამბობდით, აი ის მოგიტანთ თქვენ ფინანსებს კიდე. აი ეს არის. აი დაუშვით თქვენ დიდი ხანია შეიძლება რაღაცა იდეას გაწოდებდა თქვა თქვენ ახლა მაღალი ძალები, ხო? აი არის ზოგჯერ ესეთი მომენტი, ნახეთ, ადამიანს ზოგჯერ უნდა რომ რამე გააკეთოს, მაგრამ არ აკეთებს, რატო ეშინია. რომ ვაი თუ არ გამომივა, ან მოიცადე რა, აი სიტყვაზე რაღაცა შეიძლება даже იყოს ხობის დონეზე. აი მოდით პატარა მაგალითი, თქვა ადამიანს უყვარს ყვავილები, ხო? ძალიან მოსწონს ეს ყვავილები, მაგრამ და აი რო გქონდეს საშუალება, სულ მაგას მიუძღვნია თავისუფალ დროს. მაგრამ შეიძლება ფიქრობს, რომ მოიცადე ეს უბრალოდ იმ დონეზე მომწონს, რომ პროსტა გავერთო რა და ეხლა, მაგრამ ამ დროს ადამიანს თქვა და ძალიან მაგარი ცოდნა აქვს ყვავილებს. აი როგორ უნდა თქვათ ეხლა გადავნერგო და როგორ უნდა მოუვარო, ხო? ეხლა მაგრამ ზოგი არ იცის და ეს ინფორმაცია იცით რა მხელა საჭირო, ძალიან საჭიროა რა ეს ინფორმაცია და იმიტომ რომ და ამან რო იცის, გონია რომ ეს არის სისულელე. და აი ზუსტად ნახე მე-20 არკანი, თქვენ გაიგებთ ინფორმაციას იმაზე, რაც თქვენ უარს ამბობდით, შეიძლება, ხო? აი მე მგონი ადრეც მოგიყვანეთ თქვენ მაგალითი, გოგო მყავდა, იყო ბუღალტერი, ამ დროს ძალიან მაგისი მატრიცა რო გადავხედე, გადავირიე, რომ იმიტომ რომ იყო ქალი, ანუ იმენა კუტურიე რა, უნდა შეიქმნა თანსაცმელი რა. მოდელიერი უნდა ყოფილიყო რა. და ეს ამ გოგოს ქონდა საბუღალტრო ისე რა ქვია, აუდიტ კომპანია და გავგიჟდე და რო უთხარი ეგ ამოიღო და ჩუმად გამომიგზავნა სურათები, თურმე კოლექცია შექმნილი ქონდა, მაგრამ მეშინია რო გავუშვა, ასე არ იფიქროს არავინ რომ სულელი ვარ. გაიგეთ რა ხდება და მე რო ვიმუშავეთ ამ გოგოსთან, ჩემ ტრენინგებიც გაიარა ამ გოგომ და მართლა გავიდა უკვე ხალხიც მოიძებნა და ასე შემდეგ და წავიდა მისი განვითარება. იმიტომ რომ რა არის იმ დარგში? იმიტომ რომ არის ზოგჯერ რომ ჩვენ ახლა უარს ვამბობთ იმაზე, რაც უნდა ვაკეთოთ. გაიგეთ, ჩვენ გვთავაზობ სამყარო, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიღებთ. და აი აქ მაღალი ძალები გეტყვენ, შეიძლება ზუსტად აი ეს მარაფონზე რომ მოხვალ დაუშვოთ, იქ თქვენ გაიგებთ იმას დადასტურებას, რომ კი, ნამდვილად თურმე მე ნიჩზე მაგ ესა ხო თურმე ეგ ფულის კარმა ჩემი თურმე ეს შეიძლება დამოკიდებულებაში და ანუ და კი ბატონო და დაიწყებთ ამის ქმედა აქედან ფულსაც აიღებ და ყველაფერსაც იმიტომ რომ ძალიან მაგარი ის არის რა სიტუაცია კიდე რაღაცა შემოდის რა ბევრი ვარიანტი შემოდის თქვენ ცხოვრებაში ბევრი ვარიანტი რაღაცებზე აბა ნახოთ ახლა აქ რა ვარიანტებს გულისხმობენ რასთან დაკავშირებით რა ვარიანტები შემოდის აჰა კი ბატონო ვარიანტები შემოვა რომელიც თქვენ გამოგიყვანთ აი ამ სიტუაციიდან კიდე დაუშვათ ფინანსური მდგომარეობა ხო ანუ თქვენ სამყარო შემოგთავაზებს რაღაცა ბევრ ვარიანტებს როგორ შეგიძლიათ თქვენ დაუშვათ მოიძებნოთ თქვა თქვენი გზა ხო იმისთვის რომ თქვენ ეს სიტუაცია თქვა ამისი აი აქ ნახეთ 4-იანი 5-იანი ნახეთ როგორ მუშაობს აქ არის 7-იანი 8-იანი აქ არის 5-იანი
მოდეშით 4-იანი, 5-იანი, ანუ გამოვდივართ ამ სიტუაციიდან. აქ შეიძლება თქვენ რაღაცა პერიოდი იჯექით, თქვათ და ფიქრობდით რა გავაკეთო და მერე მოგეცემათ რაღაცა შეიძლება არჩევანი და თქვენ, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა გაკვეთილი გაიარეთ, აი ამ ფულის გაკვეთილი, უფულობის უფრო სწორად, ხო? რაღაცა გაიგეთ თქვენ და მივხვდით რომ რა უნდა გააკეთოთ, ან მივხვდებით და რა თქმა უნდა გექნებათ წინსვლა. ყველა ვარიანტში გექნებათ აქ წინსვლა, გამოსვლა რთული სიტუაცია. თქვენ მაგას მოერევით. იმიტომ რომ უკვე ეს გამოსვლა ილუზიიდან, მოდი ასე ვთქვათ რა, ხა უყვართ ძალიან ეს ამის ილუზია, ხა ჩემთვის იმდენად არ მუშაობს ეს არკანი, როგორც ილუზია. 7-იანი პენტაკლი ეს არის უფრო არჩევანის წინ ვდგები მე და რა გავაკეთო, ხო? აი აქ ადამიანი ნახულობს, აი ნახავს რაღაც გამოსავალს, აუცილებლად ნახავს როგორ მოერევა სიტუაციას, ანუ მოერევა იმით, რომ გააკეთებს არჩევანს, სწორს, რომელიც მისის მაგას წინსვლას. კიდე და კიდე ნახეთ ესე იგი როგორ просто შეხედეთ რა ხდება. შეხედეთ რა ხდება. აქ არის ყველა, ნახეთ თქვენი სიგნიფიკაციაზე ყველა კარტი გამოვიდა რა. ნუ გადავირიე პირდაპირ რა, ანუ ხსოვ გვეუბნებიან რა ხდება. ანუ ესე იგი შემდეგი აქ ყველა ვარიანტში თქვენ რაღაცას გაიგებთ, რაღაცა ინფორმაცია მოგივათ, ძალიან მნიშვნელოვანი გადამჭრელი ინფორმაცია მოგივათ. აბა ვნახოთ ჩვენ რასთან დაკავშირებით, რის შესახებ მოგივა ინფორმაცია. აი ზუსტად ნახეთ როგორი ინფორმაცია ამოგივათ, როგორ უნდა იყოს თქვენ, ანუ რაღაცას ისწავლეთ, აქ თქვენ უეჭველი, რაღაცას გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოთ, რაღაცას მოერევის სიტუაციას, რომელიც თქვენ გაჩვენებს გზას, ანუ როგორ უნდა იყოს ბედნიერი და როგორ უნდა გქონდეს ფინანსებით კარგი მდგომარეობაში, აქ თითქოს იცით როგორ არის, თქვენ აქ ისწავლეთ იცით რას, აი თითქოს ძალა მოიკრიფეთ იმისთვის, რომ ნუ აქ ნახეთ, აქ ადამიანი ძალას იკრიფავს რა, ზოგჯერ თქვათ, არის ის ეძლევა ადამიანს აქ შესვენება. იმიტომ რომ შეიძლება თქვენ დაუშვათ რაღაცა ეტაპი გაიარეთ და ეხლა მოვიდა დრო, რომ თქვათ, ეხლა ნუ დაფიქრდეთ ან თქვენ თქვათ შემდეგ გზაზე, ან დაუშვათ ეხლა ეს რა თქმა უნდა პრაქტიკები ყველა ვარიანტში თქვათ არის გინდათ ფინანსები და მედიტაციები რაღაცები ეგ არის და აქ უკვე ნახეთ გადადიხართ ცხრიანებში. კი ბატონო, აქ даже უკვე 8-იანშიც გადახვედეთ და მე უკვე 9-იანშიც გადადიხართ. ამ ხელა ნახტომი არის რა. ამ ხელა ნახტომი. იმიტომ რომ თქვენ თითქოს აი თქვენს ძალაში შედიხართ, გამოდიხართ ამ სიტუაციიდან და ძალა გემატება იმისათვის, რომ თქვენ ისევ ისე თქვათ, დაიბრუნოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობაც, ხო? და პლუს კიდე იმის რა ქვია, იყო ბედნიერი, ძალიან აი იმენა როგორ არის, იცით, როცა ასეთ პოზიციაში ადამიანი არის, ხო? აი ეს პოზიცია ცოტა კიდე, იმიტომ რომ სულ ცხრიანები, ნახეთ ცხრიანი, აქ ახლა და აქ რა მიდის, აქ ნახეთ როგორ მოდის. ანუ შეხედეთ, აქ მთლიანობაში თითქოს აი მიდის, იცით რა არის, როცა რთულად გააქვს მოპოვება ფინანსების, რთულად, გაიგეთ, სულ ფიქრებში რთულად. აი აქ უკვე ნახეთ რა შემოდის, ძალას მოიკრიფავთ და ადვილად უკვე შემოდის, ანუ თითქოს გამოიარეთ თქვენ ნუ აქ ძალიან მომწონს ეს პოზიცია, გამოიარეთ რაღაცა გზას გამოივლით, ნუ პრინციპში ახლა ეს პერიოდიც არ არის პატარა. და რაღაცა ძალა მოგეცემათ თქვენ იმისათვის, რომ თქვენ იყოთ კარგად ფინანსურადაც, სულიერადაც, აი ძალიან აი სასიამოვნოდ რა. შეიძლება თქვათ, ეხლა გადაწყვეტილებას მიიღებთ და თქვათ
იმას შექმნით და იმით დაკავდებით, რაც თქვენ მოგწონს. გაიგეთ რა ხდება? ნუ აქ უეჭველი იმათთვის, ვინც იქნება, ვინც დაესწრება მარატონს, მე ვიცი რომ მოიdavis იმას, რა ქვია, ბოლოს და ბოლოს ნახავს იმას, რა უნდა გააკეთოს, რომ ეს სიტუაცია, რომელიც უკვე გაუსაძლისი არის, ნახავს, იპოვის ინფორმაციას, ეს 1000%-იანი შემიძლია ვთქვა. და აქ ადამიანის იცით რა არის, ბევრი ადამიანი, ვინც დაუშვათ ახლა ნახეთ ახლა მე ახლა მარატონზე იმიტომ გეუბნებით რომ ახლა თქვენ ჩემს სივრცეში ხარ და ჩემთან ხარ და მე ახლა რაც შემიძლია თქვენთვის გავაკეთო მე იმას ვაცხადებ. შეიძლება თქვენ დაუშვათ აქ ვიღაცა ვაფშე სხვა კურსებზე მიდიხართ დაუშვათ ხო? ან ვაფშე სხვა ვთქვათ ახლა მაგრამ აქ კიდე იცი როგორი მომენტი არის? შეიძლება ზოგი კიდე სადღაც დაასრულებს სწავლას ვიღაცასთან. კი დაასრულებს ეს რამიდეს დაასრულებს სწავლას და გამოიყენებს იმ ცოდნას. კი ბატონო, კი, აი ესეც არის. ნუ ყოველ შემთხვევაში იმ ცოდნის გამოყენებას, რა ვიცი, აი ეს რაც მოდის ყოველთვის გეუბნებით ნაკადიდან რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ნახეთ ახლა სიტუაცია როგორი გვაქვს რა. შემოდის რა, შემოსავალი გექნებათ კარგი, რა თქმა უნდა, თქვენ მოიპოვებთ იმას, რაც თქვენ უკვე ეგ დაჟე ნახეთ, შეიძლება იცით საიდან წამოვა ფინანსები, თუ ვთქვი აღარ მახსოვს, იმ საქმიდან, რომელიც თქვენ, ნუ დაუშვათ ადრე გქონდათ. ეხლა ხო არის მე მგონი რეტროგრადული ეს მერკური თუ რაც არის და აი ეს მაგ პერიოდში უბრალოდ მე ვიცი რომ ძალიან კარგი არის რომ შენ დაუბრუნდე იმ საქმეებს რომელიც შენ გქონდა დატოვებული. გაიგეთ? და ანუ ახლა მაგალითად ჩემ შემთხვევაში მატრიცაზე ხო მეხვეწებოდნენ რამდენი ხანი ადამიანი უთხოვდნენ რომ მოდი გვასწავლე და აი ახლა ნამდვილად უკვე ვიწყებ დაუშვათ უბრუნდები იმას რომ უნდა დავიწყო ამაზე მუშაობა ხო ეს ხო რამდენი წლის ესა რა ქვია ცოდნა მაგრამ უარს ვამბობდი თქვა ვფიქრობდი რომ აი არ გამოვა რაღაცა რთული მასალა რა ვიცი რამდენად გამომივა ქართულად მაინც ახლა და ასე შემდეგ, მაგრამ აი თითქოს გაბრუნებენ თქვენ იმ საქმესთან, რომელზეც შენ იცი და მოგწონს, მაგრამ უარს ამბობ. მიხვდით? აი ამაზე დაფიქრდეთ ახლა თქვენ. რომ რაღაცას, იმიტომ რომ აქ უკვე მაღალი ძალები ერთობიან, მაღალი ძალები როცა ერთობიან, უკვე თითქოს გაღვიძებენ. მიხვდით? თქვენ ნიჭს აღვიძებენ. უცბად, მაგრამ ის შემოსავალსაც გაძლევთ. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ ხო იმ პოზიციიდან რა იქნება, თქვათ, რა შემოდის კარგი, ხო, ბევრს იმუშავებ. კიდევაც, მაგრამ რვიანი პენტაკლების ეს როცა ბევრს დებ შენ ენერგიას, ბევრს მუშაობ, მაგრამ ანაზღაურებასაც იღებ. მიხვდეთ? ან რაღაცა ნიჭი, რომელიც თქვენში იყო, თქვენ ამას არ იყენებდეთ, ამაში თქვენ გაგაღვიძებენ. გეტყვიან მიდი დროზე გააკეთე, იმიტომ რომ აქ შეიძლება უკიდურის მდგომარეობაში რომ გაგდებენ, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ შენგან უნდათ რომ გამოიღონ ეს შენი ნიჭი. იმიტომ რომ ჩვენ აქ სულ ყველა რისთვის მოვედით, რომ გავიხსენოთ ეს ჩვენი დავიწყებული წინა ცხოვრებიდან ნიჭი და უფრო მეტად გავანვითარო და გავცეთ კიდე. მიხვდეთ, ნუ ერთ-ერთი ჩვენი აქ მისია რა მოსვლეს, სულებს. ამიტომ გეუბნებით, რომ სულ მარტო ის გაშლები რომ უყარვარ არ უყარვარ, არ არის საჭირო რა, იმიტომ რომ ეს სულ მაგას გეუბნებით უკვე პრაქტიკიდან გამომდინარე რა. ეს სამივე თემა, ანუ ჩვენი ნუ პირადი დანიშნულება ახლა მაგას უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს, თქვა საქმიანობა, ხო, კარიერა, თქვა განვითარება ჩვენი, ხო? და ურთიერთობა და ფინანსები, ესენი ერთი და იგივე სისტემაა, ანუ ერთი და იგივე სისტემა არ არის. უბრალოდ ერთმანეთზე ძალიან დამოკიდებულები არიან, გაიგეთ? ანუ ერთმანეთში არიან სუტრიალებენ, იმიტომ რომ ფულის გარეშე ვერ იცოდი, ნუ ხა მიწერ დონეზე ჩვენ ხო გვჭირდება, ხო უნდა ვიყიდოთ, რაც ჩვენ გვჭირდება და გვინდა. ფული გვჭირდება, ხო? ამისათვის რაღაცა უნდა ვიცოდე. და თუ მინდა უფრო მეტი ვიდრე მე მინდა, უნდა გავაკეთო ის, რომ
თქვათ ეხლა ჩემი ნიჭი დაგვი ხო გავიგო რა არის რა მაქვს ეს ნიჭი სიტყვაზე და რა გავაკეთო თუ ვერ ხვდები დაუშვოთ ხო ან შეიძლება ხვდები და მაინც გეშინია რომ თქვათ აი ვაი თუ ის ვწდები დაუშვოთ ხო და უნდა დავრწმუნდე ხო აი ეს მომენტი არის და რა თქმა უნდა მე უკვე ბევრჯერ ამიხსნია თქვენთვის როცა შენ ხარ დამოუკიდებელი კიდეც ფინანსურად კიდეც ახლა იცი შენი საქმე შენ უკვე ხარ ადამიანი რომელსაც შეუძლია ურთიერთობაშიც არა ბავშვურ პოზიციიდან გამომდინარე მოიქცე როგორც უკვე ზრდასრული ქალი დაუშვოთ ხო ან ზრდასრული კაცი როცა უკვე კაპრიზებს და იმას კი არ ვიწყე პატარა ბავშვით ხო მე უკვე როგორც აი დიდ ზრდასრული ადამიანის პოზიციიდან შევდივარ ურთიერთობაში და იქ სხვა დონის ურთიერთობა არის რა და იმიტომ რომ შენ უკვე არ ვარდები იმ ისტერიკებში და რაღაცებში რა დააკვირდეთ ახლა ვინ ვარდება ისტერიკებში Вот, чем ლამაზებო, ამიტომ აგერ კიდე თქვენ საყვარელი ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდზე დგას. Ну, სრული განულებაც არის აქ, ხო? იმიტომ რომ გამოდიხართ ნამდვილად ამ რთული პერიოდიდან. თქვენ მოქმედებთ, თქვენ ახლა ნამდვილად, ანუ ეს თქვენი უმოქმედება მიდის და აგერ კიდე ჩვენი იუსტიცია აქაც არის რა. ნახეთ, დაიმსახურეთ თქვენ, დაიმსახურეთ და ახალი გზა ნამდვილად გელოდებათ. და პენტაკლების დედოფალი მეტი რა გითხრათ რა. всё, ჩემო სიხარულებო, ამით დავასრულოთ დღევანდელი გაშლა, გელოდებით მარატონზე, რა თქმა უნდა და თქვენთვის მაქვს ძალიან მაგარი სიურპრიზი, ძალიან მაგარი სიურპრიზი. ის იმის მიუხედავად, ну, სამი საჩუქარი იქნება და პლუს კიდე ძალიან მაგარი საინტერესო ინფორმაცია იქნება მესამე დღეს, მარატონის მესამე დღეს თქვენთვის. всё, გაკოცეთ ბევრი. გელოდებით კომენტარებში.